და შემდეგი გაშლა უკვე იქნება კორექტირება ჩემოკარგებო, იმიტომ რომ ძალიან რაღაც არ ვიცი რა ხდება, ეტყობა ის მომენტია, ხანდახან ხომ იცის რაღაც ისე არის მომენტალურად ჩავარდება, ცუდი რაღაცები ფიქსირდება, არ მომწონს მე მაგალითად რა გჭირთ ვერ გავიგე ესე, მაგრამ აი ზუსტად მაგიტომ შევიტანო კორექტირებას და მაქსიმალურად შევეცდები პოზიტიურად გავაკეთო გაშლა და კარგით ნახოთ რა როგორ იქნება მაქსიმალურად კიდევ გეუბნებით ვისთანაც ეს ცუდი რაღაცები დაფიქსირდა შემაქვს კორექტირება ენერგიას გპარავთ თქვენ ეს მამაკაცი რა ენერგიას გერა ყველაფერს გპარავთ იმენა რავი გშლით რა ისა ნაწილაკებად ძალიან დიდი ქაოსი შემოაქვს ცხოვრებაში კარგით ნახოთ შევიტანე კორექტირებას აი მე რამ ხლა თვალიც მოდის აი ნახეთ ბუმერანგზე როცა ან რაღაცა ისეთ ვცდილობ რომ გავშალო ამ შემთხვევაში უკვე ჩვეულებრივად ვშლი მაგრამ როდესაც აი კარგი მინდა დავინახო და რაღაც აქ ხართ ვიღაცა მართლა ამ მდგომარეობაში ან უკვე რაღაც გააქვთ ეს გარდატეხის მომენტი როგორ აიცით ამ ყველაფერს ესე იგი პირდაპირ შეზღუდვა არის რომ აი ის კარგი თითქოს არ წამოვიდეს თქვენთან რა უნდა ამას რა თავის ტკივილი უნდა ერთი ახლა გამაგებინე რა გინდა ადამიანო რატო ხარ ამნაირად განწყობილი რატომ არის ასე განწყობილი აი მე თქვენი წარმატება თითო თვალს უბნელდება ამას ფეხზე როგორ დგახავთ თქვენი ფინანსებია, თქვენი ხასიათია, თქვენი ესე იგი მანახეთ, ესეთი სასურველი ქალი არის შენთვის ეს სასურველია. აი, აბა რა არის, ვინ არის შენთვის? ვინ არის ეს ქალი შენთვის? ჩემს ბედში ჩაერიაო. მანახე, ვინ არის ეს ქალი შენთვის? თვითონაც არც ის ამას რა უნდა. ძლიერი ქალი ხართ კი ბატონო. სასურველი ყავით, მაგრამ როგორ ჩაერიეთ ამის ცხოვრებაში ესე რო არის გადარე უსამართლოდ? ვერ ვსოჩო. ესე იგი აქ რაღაც ეს ადამიანი როგორ არის იცით? მე არ ვიცი ამას თქვენზე შეიძლება თვალი რჩება. ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით. ნებისმიერი ადამიანი
თუ ეს მამაკაცი დაიბლოკა, მე ახლა გასწავლით თქვენ კი ბატონო ამ ენერგიებთანაც აგიხსნით როგორ არის. დაუშვათ აი ეს თანხები თუ გინავას რაღაც თანხებზეც რჩება შეიძლება თქვენ აგფული გააქვთ ხო ქალბატონებს ძლიერი ქალბატონი დამიფიქსირდა ვიღაც და დარჩა თვალი აუცილებლად ამ მამაკაც დაიბლოკება ადამიანს ნებისმიერს თავისი ფინანსური არხი იმდენ ინფორმაციას გიშღერებთ ფინანსებზე მე თქვენ ხალხნო რომ ეს რო ყველაფერი გაითვალისწინოთ, დამერწმუნეთ, არანაირი რიტუალები თქვენ აღარ დაგჭირდებათ ფინანსები, რომ და ესენი, რა ქვია, შემოიბრუნოთ. თუმცა ეხლა კი, ეს ისევ სიტყვას მოყვა, თორემ რიტუალი მაინც საჭიროა ზოგადად ხანდახან. თუმცა ბევრი პრობლემა მოგეხსნებათ, რომ იცოდეთ. აქ დაუშვათ ადამიანს აქვს ფული, თანხა რაღაცა ესეთნაირ. თქვენ რომ აი მასზე თვალი დაგჭება და მას ბევრი აქვს და მე რატო არ მაქვს და რაღაც აი ესეთნაირად აი რატო რაღაცა ესეთი მომენტი რო წამა შურის მომენტი თქვენ გებლოკებათ ამ დროს ფინანსები. ვიღაცა მიყიდა დაუშვათ ძალიან მაგარი მანქანა. ხო და თქვენ დაინახე და შეგშურდათ რა იგრძენ რა ემოცია მოდის მოდი ახლა მე თქვენ გეტყვით დაუშვათ ნახეთ თქვენ ახლა მოიგეთ უცებ გითხრათ ვიღაც აი გეუბნებით რომ თქვენ მოიგეთ $1 მილიონი რა ემოცია წამოვიდა სიხარული შეგრძნება თუ შიში წამოვიდა თქვენთან თუ წამოვიდა სიხარულის შეგრძნება ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ თქვენთან აუცილებლად მოვა დიდი თანხები მილიონი თუ არა დიდი გახსნილი არის უკვე არხი თქვენთან თუ წამოვიდა შიში უკვე რომ აი მე ეს მილიონი და რაღაცა პრობლემები და ან დისკომფორტი ამდენი ფული რა თქმა არიან ახლა ბევრჯერ მინახავს ძალიან მაგარი სახლები როცა არის გასაყიდად ახლა ხო იცი თვალი მოხვდება მაინც და მე კომენტარებსაც ნახულობ და ამ სახლში ვერ ვიცხოვრებ და დისკომფორტი მექნება აქ როგორ უნდა დავიძინო რა ისეთი კომენტარებს ხედავ და სუსტად ვიცი რომ ის ადამიანი ვერასდროს ვერ იცხოვრებს ისეთ მდიდრულ სახლში იმიტომ რომ ეს არის ბლოკი რომელიც უნდა დაამუშავოთ საკუთარ თავში ის თუ წამოვიდა ის ხერხული მომენტი ახლა მე რო გითხარით რომ $1 მილიონი მოიგეთ ხო და არ მოდის თქვენთან რაღაც სიხარული და სიამოვნების შეგრძნება ეს არის ზუსტად ის ბლოკები რომელიც ზღუდავს ამ თქვენს ფინანსებს თქვენმა მეგობარმა მოიგო $1 მილიონი და თქვენ ამაზე დაიგრუზეთ თქვენთან წამოვა ისევ ეს ფინანსური ბლოკები აი თქვენმა მეზობელმა როგორც თქვი იყიდა მაგარი მანქანა და თქვენ ამის გულისთვის რა ემოცია წამოვიდა თუ წამოვიდა სიხარული და აი კარგი შეგრძნება რომ იყიდა და კაცო და რაღაცა გესიამოვნა თქვენთანაც აუცილებლად წამოვა ის ენერგია რომ თქვენ შეიძლება მომდევნო წელიწადს უკეთესი ძალიან მართლა მასე მაგარი მანქანა იყიდოთ მაგრამ თუ თქვენთან წამოვიდა და დაიბოღმეთ ამას რატომ და რაღაცა ისეთნაირად და ან გული დაგწყდა და რაღაცები ესეთი ენერგია ეს არის ბლოკი რომელიც თქვენ თვითონ წარმოქმნით უკვე და ეძებთ ჯადოს და ვიღაცას და რაღაცას აქ მე სხვა გაშლა მინდოდა სხვა გაშლებზე წავედი ისევ ნახეთ ამ შემთხვევაში ეს რა ვიცი მამაკაცი ვინ არის ესეთი თქვენზე ისე რო რჩება თვალი თვითონ იბლოკება სინამდვილეში მაგრამ თქვენც გიქმნით მე ახლა ცოტა პრობლემას ხო ზოგადად რომ იცოდეთ წარმატებულ ადამიანთან მეგობრობა არის რატომ კარგი რომ თქვენც წარმატებული გახდებით თუ ის არ არის ახლა ბოღმიანი და თქვენს ხარჯზე არ ხდება წარმატებული ნახეთ აი თუნდაც თვითკმარ ადამიანთან მეგობრობა იმიტომ არის კარგი რომ აი ეს მდგომარეობა აქ რაც არის ამასთან არ იქნება რა იმ ცუდ ეხა თვალსად რაღაცას არ გამოგაყოლებს გულს ხო
მაგრამ აქაც სიფრთხილე არის საჭირო, იმიტომ რომ ხშირად არის ისეთი მომენტი, უმეგობრდები ადამიანს რაღაცა და თვითონ ამ დაუშვათ ძალიან კარგად ხარ, კოტრდება და მეორე მდიდრდება და მდიდრდება. ეხლა ერთი ოჯახი ვიცი მაგალითად. ნახეთ, რესტორნის პარტნიორები იყვნენ. რესტორანი ქონდა ამ კაცს და ეს ძალიან ისეთი რაღაცა დამწყები ახლა ნახეთ. ამას აქვს რესტორანი. და ამან რომ დაუმეგობრდეს ახლა. ისე შეიცვალა ყველაფერი, ამან კაი მაგარის არიტუალ დარბაზი უკვე დღეს დაახლოებით 50 მილიონი ღირს ისეთი დარბაზი არის, ძალიან მაგარი, გამორჩეული და ესა რა ქვია, ამ ადამიანმა ჩავარდა ვალებში ის და დარბაზი გერა ის რესტორანი, რომელშიც პარტნიორები თავიდან იყვნენ, ისიც გაყიდა. არა და მილიონერი იყო, თავის დროზე ეს იყო მილიონერი. ნახეთ, ეს რო გავიგე იმ წუთში რანაირად როგორ თქვა, კარგად ვიმასკენ მოусმინე. და ეხლა მე ვინ ვარ რომ მომისმინონ ზოგადად ვარ ეს ცნობადი და ესე რო ვთქვათ და მე კიდე იმ კაცთან მე არაფერ შეხება არ მაქვს სამწუხაროდ ესეთი მეგობრული მაინც რო ვუთხრა რა ხდება მთელი ყველაფერი გადაიზიდა მაგრამ აქ ახლა შური და იმით კი არა აქ უკვე სხვა თემებით არის ჩართული ხო ხვდებით და გააკოტრა ადამიანი ამიტომ ცოტა მაგაში სიფრთხილე გმართებთ მაგრამ მე ამ წუთში თქვენ მაგიაზე კი არ გესაუბრებით თქვენ და ვიღაცას ესე უმაიმუნოთ და უმაიმუნოთ ხო ენის გასატეხიც ვისწავლეთ ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ ენერგიებზე როგორ გახსნათ საკუთარი თავი და თუნდაც აი ეს რაღაცა სხვაზე ახლა ამ ადამიანს თქვენზე რჩება თვალი ძლიერი ხართ რაღაცა ის და ეს ყველაფერი ისეთნაირად არის შემომჯდარი თქვენს ენერგიაზე რომ ეს ხო ხვდებით გქურდავთ ჩათვალეთ იმიტომ რომ აქ ფინანსური არხის ეს ნაკლებობა და რაღაცები ფიქსირდება საქმე იმაში არის რომ არც პირად პარტნიორში ფიქსირდება ეს ძალიან ისეთი მერყევი ტიპაჟია ვითომ კაცრია დღეს უნდა ხვალ არ უნდა ესეთიდან და აქედან გამომდინარე თქვენს ალბათ ხასიათი შეგეცვალეთ ან გაგიმკაცრდათ კარმული პიროვნება ხო მეტნაკლებად ამიტომ ნახეთ როგორი რაღაც არის ყოფილებშიც არ წერია და აქტიური მასშიც რა ქვია ტიპაშიც არ წერია ხო რაღაც ესეთი ჩამოუყალიბებელი არის ეს პიროვნება და აქედან გამომდინარე ზოგადად ამ თემაზე უნდა დაფიქრდეთ და ნახეთ ვიცი უნდა გაითვალისწინოთ რომ ისევ თქვენი თავი არ დაგებრუნოთ არ არის გამორიცხული ეს ადამიანი ხა მე არ მინახავს წარსულში რა მასში იყო მაგრამ ეს რომ იცოდეს როგორ მოიქცეს შეიძლება თვითონაც არ იყოს ესე გამწარებულ მდგომარეობაში ხო მთლიანად ქაოსი შემოგჩა მარტო არა ყალბი პიროვნება არის კარგი რა შევიტანოთ ახლა ჩვენ აქ როგორ გარდავქმნათ ეს ადამიანი მოდი იქნებ გავუშვათ ენერგიები და გარდავქმნათ კარგად რომ მიცოდეთ რა თქმა უნდა შეიძლება კორექტირების შეტანა ეს თუ აქვს ამის ძალა პრაქტიკოს ხო და მე ახლა მთელ ჩემს ძალა და ენერგიას გამოვიყენებ რა თქმა უნდა თქვენი დახმარებითაც ხო ნახეთ კარგი ინფორმაცია არის თუ ცუდი ინფორმაცია რომელსაც ვაჟღერებ მე ან თუნდაც სხვა ადამიანი ეს არის ენერგია რომელიც ჩავდები შიგნით კი ბატონო აქტიურ ფაზაში მაგრამ რამდენი ადამიანი ისმენს თქვენ ნუ გონიათ ძველი ვიდეოები რომ ძალაში არ არის და ძველი არის და რაღაცა მე ძალიან კარგი ვიდეოები მქონდა ჩანაწერები რომელიც წავშალე სამწუხაროდ მაგრამ კიდევ ხომდევს ეს ძველი ვიდეოები ძალიან კარგია იმის მოსმენა იმიტომ რომ იქ რამდენი ადამიანის ენერგია არის კიდევ რა იცით ვინ მოისმინა შეიძლება პრაქტიკოსმა მოისმინა და გააკეთა მიმღებლობა და ის ენერგია გაუშვა რომ კი იყოს ეს კარგი ამბავი მოხდეს ნახეთ ანუ ამ გაშლას რაღაცა რიტუალური ხასიათიც აქვს თუნდაც ცუდი
ინფორმაცია გაჟღერდეს, თუნდაც კარგი ინფორმაცია. ამიტომ ჩვენ ერთად ვქნით, გარდავქმნით ახლა ამ მამაკაცს და ვნახოთ რა შეიძლება აქ შევცვალო, ესე იგი. მანახე შენი დამოკიდებულება, როგორ შეიცვლება ეს ყველაფერი. ეს მე ვფიქრობ, რომ კი ბატონო აღიდგენს ჩემო კარგებო ნელ-ნელა ძალას და ენერგიას, აქ გექნებათ თქვენ საუბარიც და როგორი დამოკიდებულება ექნება თქვენს მიმართ, ძალიან გულწრფელი. კარმული არის ეს, ხო თქვია, კარმულია. კარმული პარტნიორია ეს. ეს უნდა გაგევლოთ ანუ თქვენ. ესე იგი აქ გამოდის, რომ კი ზუსტად ეს ენერგიები მარტო მას კი არა, თქვენც ბევრი რაღაცა გაქვთ სასწავლი და სამუშაოებელი კარმული ამას ნიშნავს უკვე. ესე იგი, იმიტომ შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში, აქ თქვენც უნდა განვითარდეთ სხვანაირად რაღაცები. იცით რა აღზრდა არც თქვენთაგანს არ გაკლიათ თქვენ, მაგრამ ესე იგი, რაღაცას აქედან სწავლობთ ამ ადამიანიდან, ესე გამოდის, ხო? ამიტომ ყველა ვარიანტში, თუნდაც ესე ყალბია თუ რაც არის, ესეც ერთგვარი დასამუშავებელი საკითხია, არა აგრესიულად ოღონდ. რა თქმა უნდა, დაბალანსებული ენერგია თუ კი ამის ძალა შეგწევდა, უნდა, რა თქმა უნდა, მოიკრიბოთ ამის ძალა და ეს გაშლა გაითვალისწინოთ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რომ აი თქვენ რაღაცას დავუშვათ, რაღაცაში გეხმარებათ ეს ადამიანი, ხო? რაღაცა გაკვეთილს გადიხართ ცხოვრების სეულს, ასე რომ ვთქვათ. თუმცა მე რა თქმა უნდა შეცვლას ვფიქრობ, ეს ნელ-ნელა ის ძალიან დაფარულად შეიძლება, ხო, ძალიან აშკარა არ იყოს მისი ცვლილებები, მაგრამ აუცილებლად იქნება ცოტა მუნჯური ტიპაჟი გია ისე. ან დამონჯება ჭირს ამ ბოლო დროს, ხო? და ასე რომ ვთქვათ, ნელ-ნელა ძალიან გულწრფელი ხდება, თუმცა მე მაინც გეტყოდით, რომ ხდება ეს ადამიანი ხანგრძლივ ურთიერთობაში, აქ არ სრულდება თქვენი ურთიერთობა საქმე, ამაში არის ეს კარმული რაღაც ეტაპი, კი ბატონო, და რაღაც არის ხო აქ ეს მომენტი, მაგრამ კარგი. რას იმოქმედებ, რა შეცვლი კიდევ, მოდი ეს გვანახე. ძალიან მეგობრულს დაიჭერს, მე აქ ახლა კორექტირება შემაქვს თქვენთან მიმართებაში, სხვათა შორის, რომ ეს ნახეთ, თქვენ ყურადღების ცენტრში ამას სულ ეყოლებით, მაინც ახლა არ ვიცი ეს ინფორმაცია გსიამოვნებთ თუ არა, მაგრამ ახლა მატყუარა და ქაოსი და ნგრევა და რაღაც ტოქსიკურად რო დამიფიქსირდა, იმას ნამდვილად ჯობია მეგობრული დამოკიდებულება გქონდეს თქვენთან მიმართებაში, თუმცა აუცილებლად იქნება აქ რაღაც გადაადგილება, ეს შესაძლებელია, სადმე წავიდეს, ცოტა ხნით იყოს თქვენ შორის განშორება და ამ განშორების შემდეგ უკვე ეს ადამიანი იწყებს ძალიან მეგობრულ, ესე რომ ვთქვათ, თავიდან ურთიერთობას, მაგრამ როგორ არის, იცით, აქ მონატრებაც აქვს ამ ადამიანს. ურთიერთობას ეს არ ასრულებს თქვენთან, არა ჩემო კარგებო. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, აქ პირიქით დიდი ხნის ურთიერთობა მაშვება. გრძელდება ის რო გითხრათ, რომ რამეს დაგაკლებთ, რამეს ნამდვილად ვერ დაგაკლებთ, იმიტომ რომ თქვენ პირიქით ძლიერდებით, კი ბატონო, აქ არ არის გამორიცხული, რომ ზუსტად ჩემს მინიშნება, ზუსტად გებულობთ, რასაც ვამბობ და სხვათა შორის აქ იქნება ძალიან ბევრი რაღაც იდეების, საკითხების განხილვა და ასე შემდეგ. კარგი, როგორ იგრძნობთ თქვენ ამ ყველაფრის შემდეგ თავს? მე მგონია, რომ რაღაც მანდამაინც, ასე რომ ვთქვათ, არა, კარგად იგრძნობთ, არ არის გამორიცხული, რომ ემშვიდობებით, მაგრამ თვითონ არ გემშვიდობება. პირიქით, იცით რა არის, თქვენ აქ ვიღაცა მე აქ ქველმოქმედი მიფიქსირდება მომავალში. არ არის გამორიცხული, რომ კი ან რაღაც ისეთი ობიექტი, რა ვიცი, რა არის ასეთი ობიექტები, ახლა წითელი ჯვარი
რაღაცას აკეთებთ ისეც, ხო? დახმარების ვარიანტი რომ იყოს. Რაღაცას ისეთ ხსნით, რომ ხალხს დაეხმარო, ან ვიღაცას დაეხმარო, რაღაც ქველმოქმედებაში რომ გადის. შეიძლება უბრალოდ კლინიკა იყოს, ეხლა ეს ქველმოქმედება არ არის, კლინიკაში ხელაფასებია, მაგრამ ხალხს ხომ ეხმარება. რაღაცა აი დახმარების ის არის უფრო ფსიქოლოგიური ნამდვილად არ არის. აქ ცოტა იცით რა არის, ცოტა კი არა თქვენ იქნებით, მე ეს მაინტერესებდა, თქვენ როგორ იქნებით, ძალიან კარგ შენაძენსაც აკეთებთ სხვათა შორის და ფინანსები ძალიან მაგრად გექნება და აქ თქვენ არ დაზარალდებით არც ერთ ვარიანტში, კი რაღაც არის ეხლაც თითქოს გაჭედილი მომენტი, ან რაღაც ვერ არის ისე იდეალურად, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება შემოკარგება, ესე არ იქნება. თქვენ თვითონაც გაგიკვირდებათ, თანაც ისე შეიძლება, იმიტომ რომ აქ არის ძალიან კარგი დასასრული, ის ვალდებულებები, ეს რაღაცები შეიძლება თქვენ მარტო ისტუმრებთ კი, აქ ეს კი არ გეხმარება, თქვენ აკეთებთ ამას, ეს თქვენ აკეთებთ. მაგრამ შეიძლება რამე ისეთი ობიექტი ან რაღაცა იყიდოთ, ვალი, ხო ხტები დიდი თანხა ან სესხი რაღაცა გააკეთოთ, მაგრამ შენაძენი არის ძალიან დიდი და ამას თქვენი მაშვებით, რა ქვია, კარგი დასასრული, ანუ ისტუმრებთ ბოლომდე, კი ბატონო, ამ ადამიანთან ურთიერთობა ელოდეთ სასწაულებს. ხო, მაინც კმაყოფილი დარჩებით საბოლოო ჯამში. ნახეთ, აქ ყველაფერი გამოსწორდება, ეს დალაგდება, რაც იყო. ეხლა მინდა მე რომ ვნახო, აქ რა იყო კიდევ, რასაც თვალი გავარიდე შეგნებულად, იმიტომ რომ თითქოს კორექტირებაში არ ვცდები რა შევიტანდი, ხო? ხო, რაღაც გავაზრებელი მომენტები ისინის, მაგრამ არა, ეს მიდის, კიდევ გეუბნებით, ერთხელ მერე კიდე მეორეჯერ მიდის ეს რაღაცა გზას აკეთებს და მერე ლაგდება უკვე ყველაფერი თქვენ შორის ჩემოკარგებო. ესე იგი, ეს განშორება შეიძლება ან რაღაც გადაადგილება თქვენ შორის გარკვეულ კი არ ძალიან დიდ ცვლილებებს იმაშვება შემოიტანს. ფაქტიურად ჩათვალისწინოთ თქვენი ურთიერთობა თავიდან დაიწყება, კი ეს მერე ბრუნდება. ორი გზა არის აქ, ორი გზის მერე. ეს არის ერთი, მიდის რაღაც რა ვიცი მე ბრუნდება კიდე რაღაც ისე გაიგაჭირებულად არის და მეორეჯერ რო დაბრუნდება, აი მერე ლაგდება თქვენი ურთიერთობა აქ. მანამდე კი მინდა კორექტირებაში ვიდეო არ გამოდის. მერე უფრო კი არა, თქვენ თითქოს ისურვებთ აქ როგორ რაღაცა იცი, დავაი კარგად იყავე, მაგრამ არა, ეს არ გააკეთებს მაგას, რომ თქვენ დაემშვიდობოთ და ესე იმას ქნათ, რა ქვია, გაგიშვათ ხელიდან, არა გენაცვალე. მაგის ჩიტი არ არის, ეს კმაყოფილი რჩებით საბოლოო ჯამში. აქ არ არის გამორიცხული, რომ ერთი ოჯახადაც კი დაფიქსირდეთ საბოლოო ჯამში. ძალიან გამიგვირდა ეს მანდყუარა ტიპაში კაცი, ნახეთ როგორ ავა ჭიგი დუძებ. არა გეგონა შენ. სად მოგიცდა ფეხი არ იცოდი. ხო, ერთი ამას აქ რა გაბედა. კი ბატონო, აი. არა, ესე განახებთ. აი. ძალიან გამიხარდა და აი თქვენც. ძალიან გამიხარდა. ოღონდ მართლა. კაი კაცო, რადგან იცვლება ყველაფერი, აღარ ვჩივარ. კი ბატონო, თქვენს ხელშია, თქვენს მოკვი აქ ქორწილი იქნება. ქორწილი. ოღონდ სიძეც ადგილზეა, პატარძალიც ადგილზეა, ისეთი ქორწილი. ერთად რჩებით, ჩემო-კარგებო. საინტერესო, რა ვილაპარაკე თავიდან, ოღონდ არ მახსოვს არაფერი. ენერგიებში ვიყავი. მაგრამ აქ აშკარად შეიცლებამდა იყოს ასე კი ბატონო, შეგიძლიათ გააძლიეროთ ენერგია და ერთი რაღაცას დავამეწვევ ახლა ეს
რამდენ პროცენტიანი გაშლა არის, აი ეს მაინტერესებს. ესენი გია თითქოს აქ ბოლოში რაც დაჭდა 100%-იანი. ერთი რაღაც დამჭა აქ შეუმჩნეველი. ერთი წუთით ას პროცენტიანი გაშლა არის ხალხნორის. ეს არის გაშლა, რომელიც აუცილებლად აი ასე იქნება. მისთვისაც რეზონინდა. ეს არის აი თავს დავდებ რა. ეს არის როგორი გაშლა, იცით? ერთხელ უთხარი, ერთხელ კი რამდენჯერმე მქონია ესეთი შემთხვევა, ეს თუ არას რომ და მეთქი, ტაროს თავს ვანებებ თქო. და ოღონდ ეხლა მე რა ვჯი ვისთვისა თქვენ ზუსტად, მაგრამ ეს არის ვისთვისაც რეზონინდა 100%-იანი გაშლა. ამას არ გაუვა, ესე რომ თქვა, უბრალოდ აქ დროში იხლართება ეს ყველაფერი, მაგრამ აუცილებლად 100%-იანი გაშლა მაქვს, თქვენ წარმოიდგინეთ. დაიღოს ასე გისურვებთ წარმატებებს. სასწაული პირდაპირ, როგორც იქ რაღაც კაი ინფორმაცია გვქრით.